მილიონ 120,000 მომრჩეველმა მომცა ხმა მე გასული წლის 26 ოქტომბერს ამბობს ამტკიცებს ბჭყალებში რასაკვირველია ბანდიტი ქართული ოცნება და მისი უკლებრივი ყველა ლიდერი. ცხადია ეს გადაჭარბებული რიცხვია ჩემი ვარაუდით და ობიექტურადაც მინიმუმ 300,000 ხმა მიითვისა ქართულმა რუსულმა ოცნებამ. როგორ მიითვისაო ამას თუ მკითხავთ მე ცხადია 300,000-ვე გაყალბებულ ხმაზე ვერ ვილაპარაკებ ასე დეტალურად, მაგრამ in general როგორ მიითვისა მისი ნახევარი მაინც 150,000 ხმა ამას კი მოგიყვებით დაახლოებით 3 წუთში. კერძოდ ქართულ რუსულ ოცნებას ჰქონდა როგორც ხელისუფლების პარტიას, სახელისუფლო პარტიას, როგორც ხელისუფლებას ჰქონდა მონაცემი ყველა ამომრჩევლისა 3,700,000. პირველი ამომრჩევლისაც და 3,700,000 ამომრჩეველი ვინც არის მათიც. აქედან გამოხშირა და მიხვდა რომ საქართველოში არის დაახლოებით 2,5 მილიონი ამომრჩეველი. შესაბამისად 3,700,000 გამოვაკლო მილიონი არა 2,500,000 ამომრჩეველი და ნახა რომ 1,200,000 ამომრჩეველი გასული. მე უკვე ჩაშალა ეს რიცხვი. აღმოაჩინა რომ 1,200,000-დან შეერთებულ შტატებში ასე მაგალითად არის გასული პირობითად 200,000. დარჩა მილიონი. ევროპის ქვეყნებში სადაც საარჩევნო უბნებს ხსნიდა იქ არის გასული კიდევ პირობითად 250,000. დარჩა 750,000. კარგი, თუ შევავსილოთ 500,000 ამომრჩეველი. 500,000 ამომრჩეველი სადაც არის გასული და ეს არის მეტწილად რასაკვირველია რუსეთი. იქ საარჩევნო უბნები არ გახსნილა, მერე არ კვია. თითოეულ მათგანს ან ბევრ მათგანს დაუვარა სოციალურ ქსელებში, ყველგან ამასთან არა მხოლოდ Facebook-ზე, არამედ ადნაკლასნიკებიც ეკნებათ რუსეთში გასულ ქართველებს. კონტაქტზე ეკნებათ ან სხვა სოციალური ქსელი. აღმოაჩინა მისმა სურსმა და მისმა კოორდინატორებმა, რომ ამ 9,5 მილიონიდან საქართველოში ჩამოსვლას არაპირებს 420,000 ამომრჩეველი. 420,000 შევამციროთ თუ გნებავთ, გავყოთ თუ გნებავთ 2-ზე და 215,000 ამომრჩეველი. გასული რუსეთში, ჩელიაბინსკში, მოსკოვში, ომსკში, პეტერბურგში, მურმანსკში. რა ვიცი, ღმერთმა უწყის სად. თითოეულ მათგანს რასაკვირველია საკუთარი გვარსახელი აქვს. ოღონდ ისინი არ ბრუნდებიან, მაგრამ მონაცემები მათ შესახებ არსებობს საქართველოში. არაერთ უწყებას აქვს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს და სუსსაც. 215 კიდე შევამციროთ, 200,000 ამომრჩეველი გასული რუსეთში არ ბრუნდება, შესაბამისად ამ ადამიანების ყალბი პირადობის მოწმობები ჩამობეჭდა. ქართულმა რუსულმა ოცნებამ და დაურიგა საკუთარ მომხრეებს. ჩემი ვარაუდით ან ანგარიშით დაახლოებით 5-დან 10,000-მდე მომხრეს და უკლებრივ ყველას მიაყოლა ფული, გადაუხადა ფული, რომელიც უხვადა აქვს სახელისუფლო ბანდა პარტიას და უთხრა, თქვენ დედოფლის წყაროში იქნება თუ თელავში, გურჯაანში იქნება თუ საგარეჯოში, ყვარელში იქნება თუ ლაგოდეხში, თუ ნებისმიერ ქალაქში. 3-3, 5-5, 7-7 უბანზე მიხვალთ. რამდენზეც მიხვალთ, იმდენი ბონუსად პირობითად 300 ლარი. ფული გვაქვს. და ამ ყალბი მოწმობით ესე და ესე იმოქმედებთ 53, 54, 55, 56, 67, 85 და 98 ოლქებში თუ უბნებში. რაიონებში ძირითადად. და რამდენზეც მიხვალთ, იმდენი 300 ლარი თქვენ და მისცემთ ხმას. ამ ადამიანებმა აიღეს უხეშად 20-დან 30-მდე ყალბი პირადობის მოწმობა, დაიარეს ეს 45, 46, 47 თავისი ფოტოა ჩაკრული, ოღონდ სხვადასხვა გვარსახელი აქვს. მიწერილნი კი არიან, აი სადაც აი ეს 250-200,000 კაცი სადაც არის, ის უბნები, სადაც მიწერილია, იმ უბნებში მისვლა დაავალეს და რაიონებიდან მიდიან მოქალაქეები უმრავლეს შემთხვევაში, მათ შორის რუსეთშიც და არა მხოლოდ რუსეთში. და ასე მიაყალბეს, კარგი 200-ს შევამცირებ. 100-150,000 ხმა.
150,000 ხმა თუ 100 მიაყავდეს, მეორე 150,000, ანუ 300,000-მდე ხომ უნდა მივიდეთ. მეორე 150,000 ხმა იმ არსებული გაყალბების მექანიზმებით, რომლებიც ქართულ ოცნებას ისედაც ჰქონდათ მარტო ქართულ ოცნებას, კი არა უკლებრივ ყველას, პრაქტიკულად ყველას, ვინც კი არჩევნებს იგებდა წლების განმავლობაში საქართველოში. მიხეილ სააკაშვილსაც მეთქი ასე ვიტყვი. მაგრამ ქართულმა ოცნებამ რუსეთის დახმარებით ეს მეთოდები დახვეწა, სრულყოფილებამდე აიყვანა. ახლა მე კითხავ, ამაზე კი არ არის ვიდეობლოგი, მაგრამ მაინც. აი ამ მეთოდებს, რაც დავასახელე, 200,000 ხმა დაახლოებით რუსეთიდან. და სხვა მეთოდებს, რომლებიც არ დამისახელებია და რომლებიც ყოველდღიურად არ გამიმახვილებია. 4 თუ 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამოიყენებს თუ არა ქართული ოცნება, საჭიროების შემთხვევაში ეს მეთოდები შენარჩუნებული აქვს თუ არა მას. მე გეტყვით რომ აქვს. და მანამ სანამ ამ მექანიზმებს თლიანად არ ჩამოვართმევთ და არ ჩამოვშლით ქართულ ოცნებას, რომელსაც ჩამოშლის არაფერი ეთყობაო, ბევრი თქვენგანი მეტყვის და მართალიც იქნება. მანამდე ყოველგვარ არჩევნებს ბანდასთან, რომელიც ამასთან არის რუსეთის პოლიტიკას ატარებს აქ, ყოველგვარ არჩევნებს ამ ბანდასთან კონკურენციაში შესვლას, მანამ სანამ არ გვეცოდინება, რომ ისინი აპრიორი მარცხდებიან და თმობენ რაც მთავარია ძალაუფლებას, შესვლას აზრი არ აქვს. იცით რა შეიძლება მოხდეს არა მშვენიერ დღეს, მართლა ცესკოს მონაცემებითაც კი დამარცხდეს ქართული ოცნება, ასე მაგალითად 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ მიიღოს 30%, მაგრამ კაბინეტებიდან ვერ გამოვიყვანოთ, იმიტომ რომ ის აკონტროლებს ძალოვან სამსახურებს, ან თავდაცვას და შინაგან საქმეთა სამინისტროს არასწორია ეს ძალოვანები, იმიტომ რომ სილავი კი არის, მოკლედ სტრუქტურებს, რომლებსაც იარაღი აქვთ და არ გამოვა მდინარაძე, ვერ გამოიტან მის სავარძელს, სადაც იქნება იმ დროს პარლამენტში ასე მაგალითად კობახიძეს პრემიერ-მინისტრის სავარძელიდან ვერ აადღლიზავო, ასე რომ ამბობთ. და აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არანაირ მანამ სანამ არ ჩამოშლი მთლიანად, არანაირ არჩევნებში მასთან თაღლითების ჯგუფთან შესვლას აზრი არ აქვს, მით უფრო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ილუზიაა და ყალბი ამბავია ის, ყალბი ილუზიაა, რომ წაღლედ და წაგლეჯი ქართულ ოცნებას არათუ თბილისს, არამედ რომელიმე უბოდიშებ ყველა რაიონის მკვიდრს, ყველა რაიონის მკვიდრს, რომელიმე მე-12 ხარისხოვან რაიონსაც. კი, საკრებულოში 17 ან არა 17 სად არის 3 დეპუტატს, თუნდაც უმრავლესობას სადმე დერჯოლაში. ეს რომ ვიცოდეთ მაინც, მაგრამ ჩემი ვიდეობლოგი ამას იდეაში არ ეხება, ახლა თუ ვინმეს გონია რომ მე დაუსრულებლად დავიწყებ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბოსტანში კენჭებისა ან ლოდების გადაგდებას ძალიან წარეცდება, მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ჩემი აზრით მათ აქვთ, ჯერაც აქვთ უკან დახევის შესაძლებლობა, იმიტომ რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია უნდა გაიარონ და უნდა მიიტანონ სიების და კანდიდატებიც უნდა დაარეგისტრირონ და ასე შემდეგ და ოფიციალური გადაცხადი უნდა გააკეთონ და მათ ჯერაც აქვთ ოღონდ ფორმა მოსანახია ნებისმიერ წამს და არა მხოლოდ მე, არამედ ბოიკოტის აქტიური მომხრეები, რომლებიც იმავდროულად არიან მამუკა ხაზარაძის და საერთოდ ოპოზიციური ფლანგის პატრიოტები, ნებისმიერ წამს მე მივალ სხვებთან ერთად ცხადია, რა უფლება მაქვს რომ მარტო მივიდე და დავწერ ტექსტს, 3 აბზაცი იქნება, არა უმეტეს, როგორ უნდა მოხდეს ამ თამაშიდან ღირსეულად გამოსვლა, ანუ ეგრეთ წოდებული სახის შენარჩუნებით. პიარშიკებსაც ჩავრთავ, ლინგვისტებსაც ჩავრთავ, სტილისტებსაც ჩავრთავ, რა უნდა გეცვათ იმ დროს, როგორ უნდა აკნევდეთ ხელფეხს, იმასაც კი ფეხს, არა ხელს. body language როგორი უნდა იყოს თქვენი, იმასაც დავწერ, მე ვერ დავწერ ამას ამ უკანასკნელს, მაგრამ ამაზეც კი გემუშავებათ საჭიროების შემთხვევაში ქართველი პროფესიონალების ჯგუფი. დამაჯერებლობის რა ხარისხი უნდა იყოს თქვენ გაქვთ დღესაც ამ თამაშიდან გამოსვლის და სწორი ფორმით ბოდიში არ ტეხავს მეგობრებო, უკან დახევა არ ტეხავს მეგობრებო, გამოსვლის შესაძლებლობა. დღესაც მიუხედავად კუპრაძის ომახიანობისა, თქვენი ერთ-ერთი ლიდერია, ვიცით ყველა. მაგრამ მე ამაზე არ ვლაპარაკობ ახლა.
მე ვლაპარაკობ სხვა რამეზე, მე ვლაპარაკობ თემაზე, რას გვაკარგინებს ბიზინა ივანიშვილი ამასობაში ვახ დრონი ნაგებნი მტკბარად წარილტნენ, გახდნენ სიზმრებრივ ჩქარად. და ეს დრონი არა სამხედრო დრონი არ გეგონოთ, სამხედრო დრონი უხვადა აქვს უკრაინას. და ბომბავს და ბომბავს, აწუხებს და აწუხებს, ანგრევს და ანგრევს რუსეთს. ვახ დრონი ნაგებნი მტკბარად გულისხმობ იმას ამ სიტყვაში, რომ ჩვენ მოდიში გავხსნით უბრალოდ არ გავხსნით დავხატოთ მოდი ჩვენ კავკასიის რეგიონის სამხრეთ კავკასიის ლიდერი სახელმწიფო ვიყავით ვიდრე ბოლო დრომდე მეთქი ასე ვიტყვი დემოკრატიის თვალსაჩინო ლიდერი მიუხედავად მილიონი პრობლემისა ჩვენ მაინც ვუსწრებთ აზერბაიჯანს და სომხეთს დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით ორივე კატასტროფულ მდგომარეობაში იყო და ერთი მათგანი კატასტროფულ მდგომარეობაშია ახლაც მეთქიანო აზერბაიჯანი ვიტყვით ამამად ჩვენ ვიყავით ევროინტეგრაციის გზით საოცრად დაწინაურებული სახელმწიფო ჩვენ მიუხედავად იმისა რომ რუსეთმა შეგვილახა ტერიტორიები წაგვღლიტა ტერიტორიები ჩვენ ვიყავით თავიდან ბოლომდე გადართულები ევროგზაზე რაც იყო ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი რა საერთაშორისო ორგანიზაცია არ მუშაობდა და რომელ საერთაშორისო ორგანიზაციას არ ჰქონდა ჩაკიდებული ხელი ჩვენთვის და რომელი საერთაშორისო ორგანიზაცია არ მიგვათრევდა ბოდიში რომელ საერთაშორისო ორგანიზაციას არ მივყავდით ჩვენ ევროკავშირისგან ჩვენ ვიყავით დაწინაურებული სახელმწიფო არა მხოლოდ კავკასიის მასშტაბით სომხეთს როგორ არ ჯობდით კაცო არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი მოლდოვა და უკრაინაც კი ჩვენ მნიშვნელოვნად ჩამოგრჩებოდნენ მანამ სანამ ბიზინა ივანიშვილმა ერთ არამშვენიერ დღეს რუსეთისაგან მიღებული ინსტრუქციების გათვალისწინება არ დაიწყო არა ყოველთვის ითვალისწინება მაგრამ სწრაფი გათვალისწინება არ დაიწყო და საქართველოს ამ ევროგზას პრაქტიკულად 3 წელიწადში სრულიად ჩამოაცილა ეს არის ერთი უბედურება და ერთი ამბავი, ერთი წისქვილის ქვა, რომელიც ჩვენს თავზე ტრიალებს. ჩვენ მაჩანჩალას სახელმწიფო ვართ და ევროგზაზე პრაქტიკულად აღარც ვართ. ჩვენ ამ მდგომარეობაში ევროპაში არავინ არ მიგვიღებს. დემოკრატიის ამ ხარისხით და რუსეთულობის ამ მასშტაბით. მაგრამ ამასობაში ქართულმა რუსულმა ოცნებამ დაიწყო ეგრეთ წოდებული გაპიარება საკითხისა რომ კი არა უბრალოდ ამას არც აღიარებს რომ დემოკრატიის თვალსაზრისით ჩამოვჭით მაგრამ ფაქტი ხომ სახეზია გაპიარება საკითხისა რომ ჩვენ შუა დერეფანი ვართ ეს არის ცენტრალური აზიის სახელმწიფოების ყაზახეთი ყირგიზეთი უზბეკეთი ტაჯიკეთი და თურქმენეთი დაკავშირება თურქეთის გავლით და თურქეთის გარეშე მაგრამ თურქეთის გავლით მეთქი ასე ვიტყვი და საქართველოს გავლით პირველ ყოვლისა ევროპასთან ჩვენ ვართ შუა დერეფანი სახელმწიფო, შუა რერეფანის სახელმწიფო და რამდენადაც ჩრდილოეთ დერეფანი არ მუშაობს, ეს არის ჩრდილოეთ დერეფანი, ან რუსეთზე გამავალი საქართველოს სამკუთხედია ჩავთვალოთ, ეს არის სამხრეთ დერეფანი, ეს არის შესაბამისად შავი ზღვა და ეს არის შესაბამისად კასპიის ზღვა. რამდენადაც ჩრდილო დერეფანი არ მუშაობსო და სამხრეთ დერეფანი ირანზე გამავალი ინფრასტრუქტურულადაც კატასტროფულ მდგომარეობაშია და ვერ მუშაობსო, ეს არ მუშაობს ომის გამო, ეს დერეფანი, შუა დერეფანი არის უმნიშვნელოვანესი ამბობდა და ამბობს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება. ეს მართლაც ასეა, შუა დერეფანი არის ერთადერთი ქმედითი დერეფანი ჩვენ სინამდვილეში, რომელსაც გაძლიერება უნდა. ეს არის სატრანსპორტო, სახმელეთო, სარკინიგზო, სახმელეთო დერეფანი, რომელმაც ცენტრალური აზიიდან უნდა გადმოიტანოს თვირთები ამ შუა დერეფნის გავლით, თურქეთზე მიერთებით ევროპის და განსაკუთრებით სამხრეთ ევროპის მიმართულებით და ევროპული თვირთებით საჭიროების შემთხვევაში უნდა გადაიტანოს ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში. ამავე სივრცის ნაწილია, რასაკვირველია, უმძლავრესი ჩინეთი, რომელსაც გასასვლელი, რასაკვირველია, გასავლელი თუ გასასვლელი სჭირდება, რასაკვირველია, ევროპულ სივრცეზე სახმელეთო დერეფანი კორიდორი. ამ შუა დერეფანს როგორც ასეთს საფუძველი ჩაუყარა ჯერ კიდევ შევარდნაძემ, რომელიც რასაკვირველია არ უნდა ვაქოთ. მაგრამ ედუარდ შევარდნაძემ იგრძნო მომენტუმი, როდესაც გამოეკვეთა საქართველოს ფუნქცია მისია და ამ შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია ფართო გაგებით შუა დერეფნის, მოდი მაინც ასე ვიტყვი, ის განხორციელებული პროექტები, რომლებიც უკვე არსებობს, $60 მილიონ ტოვებდა წლის განმავლობაში, ახლა არ ვიცი, ბაქო-ჯეიხანის ნავთობსადენი,
და ჩვენ აღფრთოვანებით შევხვდით არა მხოლოდ იმიტომ რომ 60 მილიონი იყო შემოსავალი საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში, არამედ იმიტომ რომ ამით გამოიკვეთა მისია ფუნქცია ჩვენი საქართველოსი, ჩვენი ქვეყნისა დამაკავშირებელისა, აღმოსავლეთისა, დასავლეთთან. ამას ყველაფერს დაემატა უკვე ბუნებრივი აირის სადენი, გაზსადენი, შახდერიზის გაზსადენი, რომლის გაფართოება ეგრა მაგის პასუხია შესაძლებელია ჯერაც და ასე შემდეგ. მაგრამ ახლდრონი და ქვეყნები, რომლებიც რამდენიმე ხნის წინ ერთმანეთთან სამკვდროდ იყვნენ გადაკიდებულნი, იგულისხმება სომხეთი და აზერბაიჯანი. ახლა და განსაკუთრებით ნიკოლა ფაშინიანის პოლიტიკისა და გამო ისე ლაგდებიან ერთმანეთთან, რომ შუა დერეფნის განშტოება, მოდი ასე ვიტყვი, როგორც ჩავხატო ახლა. სომხეთი ეს იყოს სომხეთი, საქართველოს ეს წელი გავოდის ამ შემთხვევაში, ხო? აი ხა რაც დავშტრიხე ის არის სომხეთი, ხო? ალბათ სწორია. ხო, სომხეთი იღებს საკუთარ თავზე იმ ფუნქცია მისიას, რომელიც საქართველოს, რომელიც დაუსწრიხავია, ჰქონდა აქამდე აღებული. ნიკოლა ფაშინიანმა მოახერხა იმდენი, რომ დაალაგა ან ალაგებს ურთიერთობას მოსისხლე მტერ აზერბაიჯანთანაც კი, რომლის ზურგს უკანაც არის თურქეთი. აზერბაიჯანი ისე გათავხედდა მოცემულ ეტაპზე, რომ გათავხედდა კარგი კონოტაციით ცხადია ბჭყალებში, რომ ის რუსეთის გავლენების შესუსტებას ცდილობს და ახერხებს სწორედ კავკასიონ ქედ გადმოღმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ეს კავკასიონი ჩამხატე როგორც შემეძლო ისე. ცხადია რუკა შემიძლია გავხს და შემიძლია დაფაა ჩემ წინ იქ დაწერები კი არის, მაგრამ მაინც იქ მივიდე და იქ დავხატო ეს ყველაფერი. კარგად ხსნი. მე მგონი კარგად ხსნი. სომხეთმა დაიწყო ურთიერთობის დალაგება თურქეთთანაც კი მიუხედავად 1915 წელს მომხდარისა, ანუ გენოციდისა, რაც ტკივილად და კომპლექსად მოჰყვებოდა სომხურ საზოგადოებას, სომხურ სახელმწიფოს. სომხეთმა დაიწყო აქტიური დალაგება ურთიერთობისა ევროკავშირთან, მალე ის შეიძლება ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდეს და მალე შეიძლება კანდიდატიც კი გახდეს რამდენიმე წელიწადში და მალე უფრო მალე უნდა მიიღოს მან და მიიღებს კიდეც უვიზო რეჟიმს. ეგრა მაგის პასუხია და როცა ვკითხულობთ რაც გვაკარგინებს 1,100,000 ხმა რომ მიიღო ვითომ ის ქართული ოცნება, ის გვაკარგინებს მათ შორის უვიზო რეჟიმსაც. იმის გამო რომ კომპლექსებით გააჟღენთილი პაპუაშვილი, რუსეთზე მიმული და სხვები მართავენ ამ ქვეყანას, რომლებიც არიან კვლავ კიდევ ერთხელ ვიტყვი რუსეთზე მიერთებული ისე ხანდახან რომ ვერც აცნობიერებენ ამას. ჩვენ კარგავთ მაღალი ალბათობით და სომხები კი მოიპოვებენ უვიზოდ ევროპაში შესვლის მოგზაურობის შესაძლებლობას. მაგრამ ამის გარდა ჩვენ კარგავთ ამ ხსენებული შუა დერეფნის თავარი სახელმწიფოს ფუნქცია მისიასაც. იმიტომ რომ თუ დალაგდა სომხეთი აზერბაიჯანთან საბოლოოდ და ზანგეზურის დერეფანი როგორც ასეთი გაიხსნა, მოდით რუკაზე ვნახავთ, ეხა მართლა იქ ვარ ჯღაბნოთ, ხო? გახსნილი მქონია და კარგია. ეს კარგად მიმაქ კალამი, ეს არის აზერბაიჯანის ტერიტორია ნახჭევანი. ეს ქვეყანა, ეს მწვანეა, ხაკისფერი უფრო. ეს არის მწვანე, ხო? ეს არის ხაკისფერი. ეს არის სომხეთი. აზერბაიჯანს ნახჭევანთან არ აქვს პირდაპირი კავშირი. იმისთვის რომ აზერბაიჯანმა არ აქვს პირდაპირი კავშირი საკუთარ ნახჭევანთან. იმისთვის რომ შემოვიდეს აქ, უნდა გადმოკვეთოს სომხეთის ეს ტერიტორია. კარგად ხსნი, ეს სივრცე. და მე უკვე ზანგეზურის დერეფნით უნდა დაუკავშირდეს ამას და უკვე მე მოხდეს სომხეთის აზერბაიჯანის დაკავშირება თურქეთთან ამ ტერიტორიის გავლით. ამ ყველაფრის დალაგების შემთხვევაში სომხეთი აბსოლუტურად დეიზოლირებული სახელმწიფო იქნება, ჩართული იქნება სწორედ ამ აღებმიცემობა ვაჭრობის პროექტებში აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ანუ ჩვენ წაგვართმევს, ბუნებრივად წაგვართმევს იმ მისია ფუნქციას, რომელიც როდიდან ჰქონდა ჩვენ დაკისრებული და გამოკვეთილი იყო.
აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტი უნდა მოგვარებულიყო, მაგრამ მაგრამ ის გარეშე რაღაცა ამ მასშტაბით გვარდება, შესაბამისად შენ გერთმევა ინიციატივები. ამ დროს რას უნდა აკეთებდეს ყველა ჭკუად ყოფილი 1,100,000 ხმა რომ მიიღო ისეთი ხელისუფალი, რას უნდა აკეთებდეს და საქართველოს როლ მისიას უნდა გამოჰკვეთდეს და ამბობდეს რომ ჩვენ არ დაგვიკარგავს შუადერეფლის ფუნქცია და აი ახლა ვაკეთებთ გზებს, ვაკეთებთ რკინიგზას, ვაშენებთ ანაკლიას, მოდერნიზებას ვაკეთებთ ფოთისა, თუ გნებავთ ბათუმისა, გვაქვს ესეთი ეკონომიკური წინააღმდეგობები ინვესტორებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, შემოდით და საქართველოს კიდევ მეტად დავტვირთოთ ამ სატრანსპორტო მისი სატრანსფერო პოტენციალი კიდევ უფრო მეტად გამოვიყენოთ, მით უფრო რომ ჩრდილოდერეფანი როგორც ასეთი, ხო სწორი ვარ, აღარ არსებობს ნოვოროსიის გზე მიმავალი მეტწილად. ჩვენ რო ანაკლიის სპორტი გქონდეს, რომელიც განუყოფელი ნაწილია შუადერეფლისა, ჩვენ ვერავინ ვერაფერს ვერ წაგვართმევდა, იმიტომ რომ ტვირთების მნიშვნელოვანი ნაწილი რკინიგზით უმეტესწილად გასაკვირველია, შემოვიდოდა სწორედაც რომ ჩვენ სივრცეში. ახლა მე გეკითხებით, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, შეცდომა დაუშვათ თუ რა მამუკა ხაზარაძემ, უნდა ვიმსჯელოთ. მაგრამ ჩვენ ამავდროულად უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, როგორ დაგვაკარგინა ბიზინა ივანიშვილმა ეს მისია ფუნქცია და შესაბამისად როგორად იოლად მოსა იღლიავებელი ქვეყანა ვრჩებით თუ ხდებით ჩვენ რუსეთისათვის სულ რომ არ იყოს ბიზინა ივანიშვილი რუსეთის აგენტი. რა შემთხვევაში ხო, ბოდიში ერთი ამბავიც. ამასობაში პარალელურად რა ხდება 1,100,000 ამომრჩევლიდან 700,000-მა ხომ მიეცით ხმა ქართულ ოცნებას, თქვენ გიხსნით უფრო, იმიტომ რომ ჩემი მისიაო თქვენგან 70 კაცი გადმოვიბირო, 70 კაცს ამოხსნა რაც ხდება. პარალელურად რუსეთმა დაიწყო ორი კურდღლის დაჭერა კავკასიაში, ერთი კურდღელი, სასუსამი კურდღელია, ხო, საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი. ერთი კურდღელი მას დაჭერილი ხავს ყურებით ბიზინა ივანიშვილის სახით, კურდღელი ივანიშვილი, ესე დავარქვათ. ჩავინიშნავ. ყურებით დაჭერილი ივანიშვილი. მეორე არის სომხეთი, რომელიც სულ უფრო მეტად ავიწროებს რუსეთს მის ქვეყანაში, მიუხედავად გიუმრის სამხედრო ბაზისა და რუსების სამხედრო კონტინგენტების ყოფნისა სომხეთის ტერიტორიაზე და სომხეთის უკაცრავად რუსეთის ანკლავებსაც უტევს და უკევს საკუთრივ უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე. ეს არის პირველ ყოვლისა ეჩმიაძინი, გადავსებული, ანუ სომხეთის 60 კილო ეკლესია, ხო 60 კილო იქნება, მაგრამ მაინც გადავამოწმოთ. ეჩმიაძინი სომხეთის შეიძლება არ არის, ბოდიში, ერთი წუთი რაღაცები რო არის სომხეთის 60 კილო სომხეთის 60 კილო ეკლესია, კი ბატონო. ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული კონფესია. ხო, ბართლომე მოციქული და გრიგოლ განმანათლებელი ყოფილან დამაარსებლები, ხო? ხო და სომხეთის სამოქალაქო მოციქულო ეკლესიასაც შეუტია გაჯერებულს და სავსებს გადავსებულს გამძღარს, არა, მუცელა მოყორილს რუსეთის ფსბ-შნიკებით. რასაც ჩვენ ასაკურებელი ვერ გაუბედავთ კარგი ხნის განმავლობაში ამ ჩვენს სამოციქულო ეკლესიად წოდებულ ბრიაშკას, რომელიც მართავს ამ ეკლესიას უმეტეს შემთხვევაში. ხო, რუსეთი რას ვამბობდი? რუსეთის ინტერესია რომ გააჩეროს სომხეთი, მაგრამ ამავდროულად გიუმრის ბაზის ამოტენვის და მეტი იარაღის მიწოდების მიზეზი არის, რომ როგორღაც გააჩეროს აზერბაიჯანი, რომელიც ესე იოლი გასაჩერებელი სულაც ვერ იქნება, იმიტომ რომ თავის მხრივ აზერბაიჯანს ზურგს უკან დგას თურქეთი. მაგრამ ახლა ეს არ არის კითხვა. აი მე კითხვა სხვანაირად დავსვავ და სხვა კითხვა აქვს. როგორ უნდა გავიდეს? როგორ უნდა ჩავიდეს სომხეთში რუსეთი თუ არ გამოიარა მან საქართველოს ტერიტორია. არ ვიცი, აფხაზეთიდან ალბათ, არა, ალბათ უფრო ცხინვალის რეგიონიდან, როკის გვირაბის, ან ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით. როგორ
ძიმე ტექნიკა ტანკებს არ გულისხმობ, ამ შემთხვევაში გულისხმობ ბრონირებულ მანქანებს, როგორ უნდა შემოიყვანოს მან და როგორ უნდა შეიყვანოს სომხეთის ტერიტორიაზე. ყურებით დაჭერილი კურდღელი ივანიშვილი, ვინც ის იქნება ყაბულსაც არის, იმაზე რომ გიუმრის სამხედრო ბაზაზე სომხეთის ან აზერბაიჯანის აზერბაიჯანზე თავდასასხმელად გამოყენებული იყოს ტერიტორია საქართველოსი. სხვა გზა უბრალოდ რუსეთს როგორც ასეთი არ აქვს, გარდა საჰაერო გზისა, რომელიც რაც საკვირველია ძალიან ძვირი დაუჯდება მას. ბარემ რო ვიცოდეთ და ისიც ტექნიკურად რამდენად შესაძლებელი მოხერხებადია, ეს მე არ ვიცი. კვლავ ვიმეორებ, აქ არ ვლაპარაკობ T-80-ებზე, ტანკებზე, რუსული ტანკებზე, რომლებიც გადმოკვეთენ და შემოვლენ. ეს შეუმჩნეველი არ დარჩება. არა, არც ბრონირებული მანქანების და ჯავშან ტექნიკის გადაადგილება დარჩება შეუმჩნეველი, მაგრამ ჩვენგან და ასე უჩუმრად ვერ შემოიყვანენ, მაგრამ მაინც. სომხეთის გამარჯვება ამ პროცესში დამოკიდებულია იმაზე, რუსეთთან ამ შეპირისპირების პროცესში და რუსულ აგენტურასთან დამოკიდებულია იმაზე, რამდენად არ გასწირავს მას აზერბაიჯანი. ალიევს აქვს ალიევი არის ამგვარი დილემის წინაშე. ერთი, რომ სომხეთი დააჩაგრინოს რუსეთს, ოღონდ თვითონ ამის შედეგად მიიღოს სრული ჩაურევლობის გარანტია საშინაო საქმეებში რუსეთის მხრიდან და ის გადაერთოს საკუთარი ქვეყნის გაძლიერებაზე, დამატებით გაძლიერებაზე, იცით თქვენ რომ თურქები პრაქტიკულად ნატოს ბაზის სწორფას ბაზას უშენებენ აზერბაიჯანელებს 250-300 მილიონი დოლარი იქნება ჩადებული და მეორე უფრო ფართო დიაზროვნოს ალიევმა და თქვას თუ კავკასიას თავისუფლება უწერია, კავკასია თავისუფლება რუსეთისაგან ვერ იქნება სომხეთის გარეშე, ამიტომ მე ძლიერი სახელმწიფო 5 წლის წინ, 3 წლის წინ დაპირისპირებული სომხეთთან სამკვდროდ მე დავიცავ სომხეთს. აქ მაინც და მაინც კონვენციურ ომში დაცვას არ გულისხმობ, რასაკვირველია, აქ მე გულისხმობ ერთიანი პოზიციით გამოსვლას რიგ საკითხებში. ახლა დავუბრუნდეთ ისევ ივანიშვილს, კურდღელს, დაჭერილს ყურებით. ხდებით რა პროცესებიდან რა ისტორიული პროცესებიდან ამოგვაგდო ბიძინა ივანიშვილმა 70 მოქალაქეს მიუმართავ, ვინც მე მიყურებს და ბიძინა ივანიშვილის მომხრე ვინც არის ჯერაც. ხდებით რომ აი ამ საოცარი შესაძლებლობის ფანჯარა რო იხსნება ჩვენთვის, მათ შორის ფანჯარა კავკასიის ერთიანობისა და ამ კავკასიურ ტრიოში ჩვენი თანამონაწილეობისა, ჩვენი ლიდერობით პროცესების წარმართვისა, ბიძინა ივანიშვილმა ეს მოსპო. საქართველოს დაკარგავს შუა დერეფნის მნიშვნელოვან ნაწილს, საქართველოს კარგავს მოლდოვისაგან და უკრაინისაგან განსხვავებით ევროინტეგრაციის შესაძლებლობას, საქართველოს კარგავს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას, საქართველოს ჩამოართმევენ დროებით მოქალაქეებს უვიზო რეჟიმს შეუჩერებენ ევროკავშირში, საქართველოს მეწარმეები ვერ ივაჭრებენ მაღალი ალბათობით ევროკავშირში, ან ივაჭრებენ მაღალი საბაჟო და სხვა გადასახადებით, საყარი პოლიტიკით. საქართველოს საბოლოოდ ივანიშვილის ხელში იქცა, ან იქცევა, მოდი ასე ვიტყვი, გარდაიქმნება რუსულ იღლიაში მოქცეულ სუნიან სახელმწიფოდ. რამდენი მაგაცმა მიეცით ხმა არჩევნებში ობიექტურად მითხარით, 1,100,000-მა? 700,000-მა ხო მიეცით. ესე დანარჩენი ხო გააყალბ, მიაყალბ, მოვაყალბ, შმააყალბ ბიძინა გრიგოლიჩ ივანიშვილმა და მისმა ამფსონებმა. აი ამ 700,000-დან ბევრი თქვენგანი ხვდება, რომ საქართველოს ინგრევა როგორც ქვეყანა. პერსპექტივა ინგრევა მისი. ყურებით დაჭერილი კურდღელი ბიძინა ივანიშვილი. ქვია ამ ბლოგს.